ხშირად საუბრობთ ბოლო 2 წელია განსაკუთრებით, რომ ქვეყანაში ტურისტების გეოგრაფია შეიცვალა, ევროპიდან ნაკლებად ჩამოდის, უფრო აზიური ბაზრებიდან და აზიელ ტურისტს ჯერ ბევრი ვერაფრით ვერ ვაწონებ თავს, ან ნაკლებად მხარჯველ უნარები ენრიან. თას თუ ეტყობა და როგორ ეტყობა ტურისტების გეოგრაფიის ეს ცვლილება? რა თქმა უნდა ეტყობა, იმიტომ რომ მხარჯველ უნარიანი ტურისტი ახალისებს თვითონ ეკონომიკას, ხო? ანუ თვითონ კერძო ბიზნესი ცდილობს რომ განვითარდეს, დაეწიოს ახალ სტანდარტებს და უფრო მეტი და მეტი სერვისი შესთავაზოს, იმიტომ რომ მოთხოვნა როცა არის, ჩვენც საპასუხოდ ვითარდებით და ვიხვეწებით. ეს ნაკლებად მხარჯველ უნარიანი ტურისტების შემოდინებამ გამოიწვია რა? ყოველ კუთხეში არის მიწერილი ჰალალი, ინდური სამზარეულო, ნაგავი, ისედაც ხო ვიყავით ნაგავში ზივართ. ანუ მოთხოვნა გაჩნდა, ხვდებით ხო? ანუ ჰალალი, ინდური სამზარეულო, არანაირი სპორტული აქტივობები, სპორტული ღონისძიებები, მაღალი დონის ღონისძიებები. აი ეს მოგწონს, აი ეს გვინდა რომ მივიღოთ. და ევროპელი ტურისტი გარდა იმისა, რომ რეგიონი არის საშიში, იმიტომ არ ჩამოდის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები, ნაგვით სავსე გუდაური, საშინელი არქიტექტურა და უნებართვო მშენებლობები და ჯიხურები და ასე შემდეგ. და ყველაზე მთავარი, დაუთოვებელი ტრასები. არის ის უცხოელმა ევროპელი ტურისტი გეგმავს თავის დასვენებას 5 თვით, 4 თვით ადრე და MTA-ს ვერ გავაგებინეთ, რომ რაღაცა კონკრეტული რიცხვი მაინც გამოაქვეყნოს ოფიციალურად თავის ვებგვერდზე, როდის იხსნება კურორტი და როდის იკეტება. ძალიან ბევრი პრობლემა გაქვთ მთაში. ეს ძირითადად მაინც გუდაურზე ვაკეთებთ აქცენტს. როგორც ასოციაციის სხვა კურორტები. ჩვენ ქვია გუდაურის ბიზნეს ასოციაცია, მაგრამ ხვდებით ხოლმე სხვა კურორტებს, ეს არის სვანეთი, ბაკურია და სადაც აი გეტყვით, აი გუდაური არის მთელი საქართველოს მთის კურორტების მოცულობით 70% მოდის გუდაურზე, დანარჩენი მოდის ბაკურიანზე, გოდერძიზე და სვანეთზე. წარმოიდგინეთ 70%, 65-70% არის გუდაური. იქ აბსოლუტურად სხვა პრობლემებია. იქ ძირითადად მოთხილამურე ხალხი არ ჩადის, რო გითხრათ, მაგალითად ბაკურიანში უფრო ოჯახი. სხვა გუდაური არის, ხო, ერთადერთი ევროპის მოთხილამურებისთვის და სპორტის მოყვარულებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი. ამ მდგომარეობაში რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს მთის კურორტები საინვესტიციოდ, ახალი სასტუმროებისთვის? არა, მე იგივე ახალი რესტორნებისთვის, კვების ობიექტებისთვის. თუ არანაირად მიდანწამდე უკან მიდის გიგითევზე ახალი არაფერი არ გაკეთებულა გუდაურში, ახალი ღირებული არაფერი არ გაკეთებულა გუდაურში.